სახლი, რომლის ნივთები ისტორიას ინახავენ. საათად გადაკეთებული ვინილი. ტელეფონის ყურმილი, რომელიც სანათია, სარკეა და რომელიც თავის დროზე ფილმ მიმინოში იყო გამოყენებული. თელავში კოლექციონერების ოჯახი, ყველა ნივთი თავისი ფუნქცია და უნიკალური ისტორია აქვს. ნივთების შეგროვება, გადაკეთება და ახალი სულის ჩაბერა სწორედ ამ ოჯახის მთავარი ფუნქცია, მინდა გაგაცნოთ ბობოქაიძების ოჯახი, სადაც ეს ყველაფერი არის მოთავსებული და რაც თავარი არის, იქ პატარა სასტუმროცა. მოკლედ, ჩვენი ჟურნალისტი თეო ცუცკივიძე ეწვია და ახლა ვნახოთ ამ ჯადოსნურ ოჯახს. გოჩა! ბატონო! საით ახარ? დილა კოლექციონერების ოჯახში გადაძახილებით იწყება. მზად არის წაიღე. ეხლავე? აქ გარიჟრაჟის მყუდროებას მხოლოდ საბაგიროს ხმა არ არღვევს. პატარა საბაგირო ბობოქაიძეებისთვის კახური სტუმარ მასპინძლობის მთავარ სიმბოლოდ წლების წინ იქცა. ეკლექტურად განლაგებული ნივთები კი მათ ოჯახურ ტრადიციას ყველაზე უკეთყვება. ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებსაც კი ამ სახლში სულ სხვა დატვირთვა აქვს. ბავშვობიდან მქონა ხოლმე სულ ყოველთვის ეგ მედრეკილება, რომ მიყვარდა, რასაც მიშლიდნენ, რომ იმას არ შევხვებოდი ჯერ პირველ რიგში და შემდეგ ნათესავებთან რომ მივდიოდი და რომ ეტყოდნენ იქ არ შეხვიდე, პადვალში არ შეხვიდე და უჯრა არ გამოხსნა, მაინც ხსნიდი ხოლმე და ვიდეოდი ხოლმე ჯიბეებში, ძველი ჟანგიან რაღაცებს და რომ გამოვიდოდი ხოლმე დამბერტყავდნენ ხოლმე. ეს წაიღე, ეს არ წაიღო. თვალს უხარია, როცა უყურებ და მეტი სილამაზე, მეტი მოგონება. გადასაგდებად განწერულ ვინტაჟურ ნივთებს გოჩა ბობოქაიძე ბავშვობიდან აგროვებდა. ზოგს შლიდა და ახალ ფუნქციას უძებნიდა. ზოგს კი იმდენად გადაასხვაფერებდა, რომ პირვანდელ სახეს ვერავინ გამოიცნობდა. ზოგი აპირებდა გადაყრას, ზოგი მაჩუქეს, ზოგი ვიყიდე და აქ მოიყვარა ყველაფერმა თავი. 60-იანი წლების რადიოა. მუშა მდგომარეობაშია. ბიძა ჩემი იყო მამა ჩემის ძმა მექუდე და მიმინოში რო გადაიღეს იპოლიტე ხვიჩია თამაშობს იმ კადრს, სადაც არის მექუდე და ქუც რო აფარებენ აეროდრომს რო ეძახიან და რო არ ჩასდის იმ დუქანში იყო ეს სარკე და ჩემ ბიძაშვილს ჰქონა შენახული ვაჩუქა. მამის ყვალს გოჩა ბობოქაიძის 17 წლის შვილიც მიყვება. მათე როგორც თავად მოგვითხრობს, სკუტერები შეკეთებითაა გადაცებული. თუმცა კოლექციონერთა ოჯახში მათეს მიერ დაშლილ და აწყობილ ნივთებსაც მრავლად შევხვდებით. თავისი ცოდნა გამიზიარა, ასე ვთქვათ და იქიდან დავაგროვე დღეს რაც ვიცი. დღემდე მაინც დახსახმარებლად ვეძახი ხოლმე, ხან სუმეთყვის ხოლმე, სანამ გააფუჭებ, მანამ დამიზახე. როცა პირველად შევიძინე ჩემი სკუტერი, პირველი გაფუჭების დღეც მახსოვს, რომ გამიფუჭდა, როგორ ვირბინებ ხელოსნებთან, ვიწვალე. იმის მერე ვთქვი, რომ მე თუ მყავს სკუტერი, ასევე უნდა ვიცოდე მისი შეკეთებაც და გადავწყვიტე, რომ ეს ხელობა ბოლომდე მესწავლა. აღმოვაჩინე საწუნე. გამიკვირდა რომ მეთქი ამ საწუნეს მეთქი ხმარობდა აქ რატო აკარი რა არც დაიბნა, მოგიხსნი როცა დაგჭირდებაო და მერეო მივაკრავო ისეო. ნინო ჭაბუკიშვილი აქ განთავსებულ თითოეულ ნივთს საკუთარ ოჯახის წევრად მიიჩნევს. ოჯახის დიასახლისის ჰობიც კოლექციონერობაა. იმდენად ახლობელია ეს ნივთი და იმდენად ჩვენი ნაწილია. გონია რომ პატარა ერთი ნივთიც რომ დაიკარგოს აქედან, ჩვენი სულის ნაწილი იკარგება. იმდენად საინტერესოა და კარგია აქ ყოფნა, რომ ყოველი დღე საინტერესოა, ჩვენც არ გვწყინდება ამ საოცარი კავკასიონის ხედის ფონზე. ჩემი მეგობარი სტუმრად მოვიდა ჩვენთან და გადაირია, უცხოელი ტურისტი ამისთვის ჩამოდისო, რომ ეს ნახოსო და ავთენტური ეს ყველაფერი და მოდიო და იქნებო დაფიქრდეთ თუ ამ საქმეზეო. რაღაცა მართლა ჩვენც დავფიქრდით და რაღაცა ესეთი მინიატურული პატარა საოჯახო სასტუმრო გამოგვივიდა. ფირსაკრავები, შუქნიშანი, ძველი ტელეფონის ყურმილი, კოლექციონერების სახლის ჭერზეც კი უამრავ ნივთს შევხვდებით. თითოეულმა მათგანმა ამ სახლის ისტორიის ნაწილი უკვე დაწერა. თუმცა აქ ადგილი ახალი ნივთებისთვის ყოველთვის გამოიძებნება, რომლებიც ამბის თხრობას გააგრძელებენ.